ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ. გახსოვს ჩვენ რომ მქონდა ექსკლუზიურად პირდაპირ ჩართვა ბახმაროს დირექტორისგან. დავით საჯაია იყო. დიახ, და ამ ინტერვიუს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მნახველების რაოდენობა დაუგროვა და ძალიან ბევრი. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ეს კურორტი უფრო ახლოს გავაცნოთ მაყურებელს. მოდით ვნახოთ სიუჟეტი. ნახოთ. მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით დაფარული მთების ქვაბული. ეს გურიის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და განსაკუთრებული კურორტია. მთები ალპური მინდვრებით, ზღვისა და მთის ჰაერის სინთეზი. თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ბახმაროში, ამას ვერასდროს დაივიწყებთ. წელს პირველი სეზონია, როცა ტურისტებს მას მისდევს ბახმარო. ძალიან ბევრია მსურველი, რომელსაც უნდა ამოსვლა ბახმაროში. ტურისტები აქ მარტის ბოლომდე იქნებიან. ისინი სრიალებენ გაუკვალავ თოლში, ძალიან მოწონთ. აი უმაღლეს შეფასებას აძლევენ თოლის საფარს, რაც სამომავლოდ კურორტის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზამთარში თოვლის საფარი ბახმაროში 7 მეტრს აღწევს, ამიტომ გავრცელებულია დაბალი, ბოძებზე შემდგარი და ხისგან აშენებული ყავრით გადახურული სააგარაკო სახლები, რომლებიც უკეთ უძლებენ დიდთოვლობას. საუკეთესო დრო დასვენებისთვის ივლისი და აგვისტოა. წელს კი პირველად ისტორიაში დათოვლილმა ბახმარომ უცხოელ ტურისტებს უმასპინძლა. ძალიან შტაბისტილების ქვეშ ვართ, იმით რომ ბუნება გარემო ამის საფუძველს იძლევა. რაც შეეხება ბახმაროს განვითარებას, ბახმარო მალე ხანებში გვექნება ჩვენ უკვე დაწყებული არის მთელი რიგი სამუშაოები განაშენიანებისა და განვითარების კუთხით, პროექტი მუშავდება. ჩვენ ველოდებით ბახმაროს ერთ-ერთ წამყვან კურორტად საქართველოში მომავალში, რაც პოტენციალი არის უსაზღვრო, შეიძლება ესე ითქვას. გერმანელი ინვესტორი ინგუშ ლუტიუსი უკვე მეორე წელია კურორტის განვითარების პერსპექტივებს იკვლევს. მომავალი სეზონისთვის კი ბახმაროში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. Last year we found this place here. ბახმარო გასულ წელს აღმოვაჩინე, წელს გვაქვს პირველი სატესტო სეზონი. შევიძინე სპეციალური ტექნიკა და დავიქირავე კოტეჯები. მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ ევროპელ ტურისტებს მოსწონთ ბახმარო და მათში აღფრთოვანებას იწვევს აქაური ბუნება და თოვლი. მომავალი სეზონისთვის ავაშენებ სასტუმროს, შევიძენ დამატებით ტექნიკას, დავასაქმებ კიდევ უფრო მეტ ადამიანს და დავიწყებ ამ დიდი პროექტის განვითარებას. ბახმაროს განვითარების გეგმაზე მთავრობამ მუშაობა გასული წლის დასაწყისში დაიწყო და მისი 4 სეზონიან კურორტად ქცევა დაანონსა. კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადოთ მადლობა კურორტ ბახმაროს დირექტორს დავით საჯაიას, ძალიან დიდი მადლობა.